მოგესალმებით. პირველ რიგში მოგიკითხავთ თითოეულ თქვენთაგანს და მოდით ნახოთ საჯარო გაშლა ძალიან საინტერესო თემით. რა თვისება არის ჩემში, რაც ხელს მიშლის სამყაროს სწორად აღქმაში, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ანუ რა არის ეს რა თვისება, რა მდგომარეობა, რა ჭრდილია ასეთი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ჭრდილები, ხო, ისეთი მხარეები, რომლის დამუშავებისკენ, გახედვისკენ ყველაზე ნაკლებად გვინდა და ყველაზე ნაკლებად მიგვიხარია, ხო, იმიტომ რომ ჭრდილების აღიარება, ჯერ მხოლოდ აღიარება და მერე უკვე ამ ყველაფერზე მუშაობა საკმაოდ რთული პროცესია, მე თქვენ გეტყვით, ამიტომ მე დღეს შევეცდები რომ დაგეხმაროთ და დაგანახოთ თქვენი ჭრდილები, ის რაც ხელს გიშლით სამყაროსთან ჰარმონიულ ურთიერთობაში, რა არის ის, რა თვისება გაქვთ ასეთი, რა არის ის თქვენი ჭრდილი, ხო? ძალიან კარგი, მოდით ვნახოთ. ვარიანტი პირველი, რა გიშლით ხელს, ვარიანტი მეორე, თქვენი ჭრდილი და ვარიანტი მესამე, ეს თქვენი ჭრდილი, მესამე ვარიანტი, ერთი წუთი დავაპატაროთ ეკრანი. პირველი, მეორე, მესამე. ოკეი. სამივე ვარიანტი ხო თქვენს წინაშე. პირველი ვარიანტი გვექნება წითელი იასპი. მეორე ვარიანტი გვექნება მთის ბროლი და მესამე ვარიანტი გვექნება მალაქიტი. ეხლა მინდა რომ კარგად დააკვირდეთ მეგობრებო, რომ არ დავკარგოთ ერთმანეთი, რა თქმა უნდა შეგახსენებთ, გამოიწერეთ არხი, თუ მოგწონთ ჩემს სივრცეში ყოფნა, გეხმარებათ ჩემი საჯარო გაშლები. აქ ისეთი ადამიანები ხართ, რომლებიც უკვე ძალიან ბევრი წელია მოყვებით ჩემს არხს და მე ძალიან მახარებს და მაბედნიერებს. ალბათ ბევრი საინტერესო გარდამტეხი მომენტი გაგვივლია ერთად, იმიტომ რომ ხანდახან ისეთი სიტყვები მესმის ხოლმე ჩემს საჯარო გაშლებზე, როდესაც პირად კონსულტაციაზე მიერთდებიან, რომ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ჩემი საჯარო გაშლები შემეცნებითად დაეხმარა, ტრამვები დაამუშავებინა, გადაწყვეტილებები მიაღებინა და თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა მაქვს მოსმენილი რამოდენიმე ადამიანისგან, რომ თქვენმა საჯარო გაშლამ სიცოცხლე მაჩუქა, ანუ სიკვდილს გადამარჩინა, იმიტომ რომ ვფიქრობდი რაღაცა ძალიან ცუდ რაღაცებზე, ხო? და ასეთი სიტყვებს, როდესაც ვისმენ ხოლმე, ეს ერთის მხრივ ძალიან დიდი სიხარულია, რა თქმა უნდა, და მეორეს მხრივ გრძნობ იმ პასუხისგებლობას თითოეული შენი გამომწერის მიმართ, რომ ძალიან სწორად და ძალიან ადეკვატურად მიაწოდო ის ინფორმაცია, რომელსაც მისი ცნობიერი შემდგომ დაამუშავებს და მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებასა თუ მდგომარეობას. ამიტომ დიდი მადლობა ყველას და მე მიხარია და მაბედნიერებს ის, რომ თქვენ გაბედნიერებთ მე, სიმბიოზი ძალიან მეამაყება, როგორ არ გამოუხატო ეს მადლიერება და ლაიკი, დისლაიკი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემი არხისთვის, იმიტომ რომ ნებისმიერი თქვენი გამოხატულება ეს ძალიან ეხმარება არხს. ნებისმიერი, ჩემი არხი აბსოლუტურად ღია ნებისმიერი გამოხატვის მისაღებად. გინდ იყოს ეს დისლაიკი, გინდ იყოს ლაიკი, მე ორივე ძალიან გამახარებს და ორივე ძალიან გამაბედნიერებს, ხო? იმიტომ რომ ნამდვილად არ არის პრაქტიკოსი, რომელიც მხოლოდ ლაიქებზე და მხოლოდ, ესე იგი, კარგის მოსმენაზე არის ორიენტირებული, ხო? მე შემიძლია მივიღო, ვთქვათ, ჯანსაღი აზრი, რა თქმა უნდა, კრიტიკას არ გულისხმობ, იმიტომ რომ ვიღაცამ რომ გამაკრიტიკოს, ჩემთვის ის რაღაც მნიშვნელობას უნდა წარმოადგენდეს. ავტორიტეტი უნდა იყოს, მაგრამ მე არ მყავს ზოგადად ავტორიტეტები და შესაბამისად ნამდვილად ვერ მივცემ და არ მივცემ არამის უფლებას ვისაც კრიტიკის სურვილი აქვს, შეუძლია გააკრიტიკოს ის, ვისთვისაც ეს საინტერესოა. მე შემიძლია მოვისმინო აზრი, რომელიც არ გადაუხვევს იმ წითელ ზოლს, იმ საზღვრებს, რომელიც მე შეიძლება ჩავთვალო როგორც ერთგვარ წითელ დროშად ურთიერთობაში, ხო?
მით უმეტეს ძალიან ცუდად რეაგირებ ხოლმე სიყვარულსა და სითბოს ამოფარებულ პასიურ აგრესორებზე, რომლებსაც ყოველთვის იქუშვებ ხოლმე საიდანაც მოვიდნენ. ამიტომ ჯანსაღი აზრი და ნებისმიერი თქვენი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ზრდილობის და ეთიკის და პატივისცემის ფარგლებში და პირადი საზღვრის გათვალისწინების გავლით, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად შეგიძლიათ დააფიქსიროთ. მეგობრებო, გავიგეთ ხომ? ეხლა ვნახოთ რა არის ის თქვენი თვისება, ის დანახვაც ყველაზე ნაკლებად გინდა თქვენში, მაგრამ ჩრდილი, რომელიც ხელს გიშლით სამყაროსთან ჰარმონიულ ურთიერთობაში. ვარიანტი პირველი, დავიწყოთ თქვენით, ხომ? რა არის თქვენი ჩრდილი, რაც ხელს გიშლით სამყაროს ადეკვატურ და ჰარმონიულ დანახვაში. ხო, ეს არის თქვენი მატერიალისტი, ესე ვთქვათ, თავი. პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ნახეთ როგორი რაღაც არის პენტაკლების დედოფალი ამოვიდა როგორც ჩრდილი. ჩვენ ახლა ჩრდილებს უყურებთ და არა პენტაკლების დედოფალს როგორც პენტაკლების დედოფალს. ხო, პენტაკლების დედოფლის ჩრდილი ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია თქვენთვის კომფორტის ზონა იყოს იმაზე მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე ვთქვათ, რაიმე სულიერი შემეცნებითი პროცესები, იმიტომ რომ ძალიან შესაძლოა გეშინოდეთ იმ თუნდაც ნივთების, მდგომარეობების, სტატუსების, რეალობების დაკარგვის, რომელიც სხვათა შორის ხანდახან შეიძლება საერთოდ აღარ გჭირდებოდეთ, მაგრამ არ უშვებთ, იმიტომ რომ მიჯაჭვული ხართ მასზე, მიჯაჭვული ხართ ამ კომფორტის ზონაზე, მიჯაჭვული ხართ სტაბილურობის ილუზიაზე, მოდი ასე ვთქვათ, ხო, რაც რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეთ სამყაროსთან, შეიმეცნოთ და შეიგრძნოთ კიდევ უფრო მეტი. ანუ თქვენში არ არის თითქოს ის თავისუფლების ნაპერწკალი, იმიტომ რომ მუდმივად არის შიში იმისა, რომ რაღაცა დაიკარგება, რაღაცა არ იქნება, ვთქვათ, თქვენს გარეშე ანუ ნახეთ, ძალიან ხართ ესე იგი გადაფარებული იმ რესურსებს, რომლებიც ძალიან გაჯაჭვებთ, მოდი ასე ვთქვათ, მატერია გასაგებია, ჩვენ მატერიალურ სამყაროში ვართ, სოციალური, ვთქვათ, გარემოებები და მდგომარეობები ჩვენზე ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ამაზე მიჯაჭვა ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ აღარ და ვეღარ ვითარდებით, ვთქვათ, და აღარ ვეხებით იმ შემეცნებით ნაწილს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ბალანსისთვის, ხო, რომელიც საბოლოო ჯამში ანთავისუფლებს ადამიანს მიჯაჭვულობებისაგან და იმ ილუზიებისგან, რომ ვინმეს ეკუთვნის, რომ ესე იგი მხოლოდ რაღაც არსებობს თქვენი დანახული კომფორტის ზონიდან და კომფორტის ზონის პრიზმიდან დანახული რეალობა და სხვა რეალობების დანახვა, მოდი ასე ვთქვათ, შეიძლება იმუნიტეტმა გიმტყუნოთ. პირველი ვარიანტი, ამიტომ მიფიქრეთ ამ ყველაფერს, ეს ნამდვილად ძალიან გიშლით ხელს და მოდით ვნახოთ რა კონკრეტულად მაინც რაში გიშლით ხელს ეს ჩრდილი სამყაროსთან ურთიერთობაში. ნახეთ, არკანი სიკვდილი ამოვიდა. ხელს გიშლით ტრანსფორმაციულ პროცესებში, ხელს გიშლით მოკლედ, აი, წეღანაც ვთქვი, რომ ძალიან ბევრი რაღაც ისეთი დაგაქვთ, რაც მოძველ და აღარ არის საჭირო, დაწყებული ნივთებით, ვთქვათ, დამთავრებული ადამიანებით, სიტუაციებით, მდგომარეობებით, გრძნობებით, ემოციებით, ანუ არ უშვებთ რაღაცეებს, იმიტომ და ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი აბსოლუტურად ტოქსიკური შეიძლება იყოს თქვენთვის, მაგრამ ეს რაღაცა შეჩვეული, არ მიყვარს ეს ჭირი ჩვენ მტერს და ჩვენ მაწყევს და ჩვენ ცუდით მსურვებელს და ამ არხის ცუდის მსურვებელს. ხო, და ძალიან ის არის სამართლიანი, ხო, რაღაცა თუ ცუდს უსურვებს ჭირი მაგას. ასე რომ არ ირღვევა ბალანსი ამ შემთხვევაში ჩემი სიტყვებით. ხო, დაუბრუნდეთ საჯარო გაშლას, ხელს გიშლით ტრანსფორმაციაში, ხელს გიშლით, რომ აი ეს ძველი ტყავიდან გამოძვრეთ და ესე იგი რაღაცა ახალი
შეიმეცნოთ, დაინახოთ და ახლებურად აღიქვათ ის, რაც უკვე ძალიან დიდი ხანია შესაძლოა როა რომ ახალი პრიზმიდან და ახალი ვექტორიდან დაინახოთ, ხო? იმიტომ რომ ძალიან გეშინიათ იმის რომ დაკარგავთ აი იმ სტაბილურობის illuzias და იმის illuzias რომ ჩვენ ამ სამყაროში რაღაცა გვეკუთვნის ხო, ამიტომ მე არ ვარ იმის მომხრე რომ ადამიანებმა სულ რაღაც სიკეთის და ნეტარების ვიბრაციებში იმას ქნან ხო, ილივლიվონ და მე არაფერი არ მინდა ამ სამყაროში, არ როგორ გეკადრებათ. ბალანსი მეგობრებო, არ ძალიან მიჯაჭვა ალბათ თქვენი შემეცნებისთვის არ არის მთლად ადეკვატური და არც ნამეტანი ვთქვათ ერთი ტილო შემოვიხვიეთ და ვიმედიტირეთ და არაფერი არ მინდა, მზით ვიკვებები, წყლით ვივსები და არ მჭირდება არც საკვები, არც სასმელი, არც სახლი, არც კარით, არც ტანი სამოსი და არაფერი. ხვდებით ხო, ბალანსი დაიჭერეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ განიცადოთ ეს ბუნებრივი პროგრესები, ტრანსფორმაციული პროცესები, იმიტომ რომ მერე შეიძლება ეს ყველაფერი ბევრად უფრო მტკინვეული იყოს თქვენ შემთხვევაში. პირველი ვარიანტი დაგემშვიდობებით, მეორე ვარიანტი გადავედით მთისბროლი. რა არის ის თქვენი ჭრილი, რაც გარემო სამყაროსთან ურთიერთობაში გაჩერებთ და გაფერხებთ და ეს არის ზომიერება. საყვარელი ზომიერება ამოვიდა, ხო? ჭრილი. მე-14 არკანი, ხო? ნახეთ, დაახლოებით პირველი ვარიანტის პასუხი არის, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ესე იგი კომფორტის ზონაში ყოფნას აჩვენებს და იმ ვიბრაციებში და იმ ენერგიებში შესაძლებელს ყველას არ ეხება, მაგრამ წინ არის მე-15, მე-16, მე-17, მე-18 არკანები და მე-14 არკანში გაჩერება ჩემთვის არის ის, როდესაც ადამიანი ახაც ტრანსფორმაციულ პროცესებს გაივლის და ოკეი, ჩავჯექი იმ რაღაცა კომფორტის ზონაში, ვლივლივებ, ბალანსი დავიჭირე და აღარ მინდა იმის იქით გახედვა, ხო, ანუ არ მინდა საკუთარ ჭრდილებში ჩახედვა. აი თქვენი ყველაზე დიდი ჭრდილი ეს არის ის, რომ არ გინდათ საკუთარი ჭრდილები დაინახოთ, მიხვდით ხომ? და ნახეთ როგორი ზომიერება, როგორი ჩექმებიანი არსება ღამურას ტიპის, ხვდებით ხომ? იმიტომ რომ არის თქვენში ჭრდილები, კონკრეტულად თვითონ ამ ჭრდილების დანახვა არ გინდათ. არ გინდათ იქით შეხედვა და ეს არის თქვენი ყველაზე დიდი ჭრდილი და რომელი არის ეს ყველაზე დიდი ჭრდილი და ის ილუზორული ბალანსი, რომელიც რეალურად ამ დროს ხელს გიშლით პროგრესში და სამყაროსთან ჰარმონიულ ურთიერთობაში. რა არის ის ილუზია, რა არის ის ჭრდილი, რომელიც მე-14 არკანში გაჩერებთ? არკანი განდეგილი. კარგად, ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია. ახლა ყურადღებით მომისმინეთ, მაგრამ აქ შესაძლებელია მისმენენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ესე იგი ძალიან ყველას არ ეხება, კიდევ ერთხელ განმეორდები, გადაწყვიტეს, რომ ესე იგი აი ეს როგორ აგიხსნათ, სამყაროს გადამრჩენლები, სინათლის მებრძოლები და ასე არანაირად არ უყურებ ამ ყველაფერს ცინიზმით და სარკაზმით, უბრალოდ რომ იმიტომ რომ დედამიწა უნდა გადაარჩენ, რაღაცა მისია გაქვთ თითქოს საკუთარ თავზე ისეთი მორგებული, რომელიც საბოლოო ჯამში არ არის თქვენი, ანუ გულისხმობ იმისთვის, რომ სანამ ვიღაცას გადაარჩენთ, ან რაღაცას გადაარჩენთ და იტყვით, რომ მე სამყარო შევიმეცნე, ჯერ უნდა შეისწავლოთ თქვენი ჭრდილები, ხო? ის უნდა დაინახოთ, რისი დანახვაც ყველაზე მეტად არ გინდათ, ხო? თქვენი ჭრდილი ზუსტად ეს არის, კიდევ ერთხელ განმეორდები, გაქვთ ის შესაძლოა აბსოლუტურად ძალიან გეტკინებათ ჩემი სიტყვები, მაგრამ დაე, ხო? დაე, იმიტომ რომ ეს ერთგვარი შემოფხიზლება იქნება, რომ ყველაფერი ნახეთ, ყველაფერი გაიარეთ და უკვე ძალიან ბევრი ინფორმაციას ფლობთ იმისთვის, რომ თქვა საკუთარ თავს ახლა მთლად გურუს და იმას თუ არ უწოდებთ, ყოველ შემთხვევაში უწოდოთ ის ადამიანი საკუთარ თავს, რომელსაც ცხოვრება ნახა
და ეხლა არის რაღაც დამსახურებულ ისეთ ბალანსის ენერგიებში, რომელიც საბოლოო ჯამში არის კიდევ ერთხელ განმეორდები, ისეთი უფრო მეტად ილუზორული კომფორტის ზონა, სადაც არ გინდათ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაიხედოთ და დაინახოთ თქვენს არში და თქვენს შინაარსში, ზოგადად თქვენი არსებისა, დაინახოთ თქვენი ჩრდილები. დაინახოთ თქვენი ჩრდილები და თქვენი ჩრდილი არის ის, რომ ესეთი მოჩვენებასავით გაქვთ შექმნილი ესეთი კიდევ გამოვიყენებ ამ სიტყვას ილუზორული გურუს ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, თუ ეს რაღაც არ არის, ვთქვათ, კონკრეტული ამ ნაწილში გაშლილი თემა, მაგრამ ადამიანის რომელსაც არ უნდა და მორჩა ჩამოიფხატა ეს ერთგვარი თეთრი რა ვიცი, თეთრი პროსტინა ხო კარგად ჟღერს და დაშრიალებს როგორც მოჩვენება, იმიტომ რომ არ მინდა დავინახო, თუმცა იქ ანთია ესეთი ლამპარი, რომელიც მიგითითებთ და გაჩვენებთ, რომ იცი რა, იქით გაიხედე, იქით შეიჭყიდე. ხო, მაგრამ არ მინდა, მე ჩემთვის ვარ, მე განდეგილი ვარ, მე უკვე ყველაფერი გავიგე, მე უკვე ყველაფერს მივხვდი. განდეგილი როგორც ჩრდილი ჩემო ძვირფასებო, ეს არის ასევე ის, რომ წერტილი თქვენი განვითარებისა იმ ნაწილში, რომ იქმნით ილუზიას, რომ უკვე ყველაფერი იცით. და მიიღეთ ის ბალანსი ცხოვრებაში, რომელიც უნდა მიგეღოთ. მიხვდით ხომ? მაგრამ ეს ბალანსი და გახედვა თქვენი ჩრდილებისკენ არ იქნება თუ ჯერ იქით არ შევიჭყიდებით და ჩვენს ბნელ მხარეებს არ ვისწავლით, ხო? რომელიც ყველა ადამიანს აქვს აბსოლუტურად. და აი რა არის ის ბნელი მხარე, რა არ გინდათ რომ დაინახოთ. არ მელაპარაკება მეორე ვარიანტი, მაგრამ მაინც ვეკაჩები ინფორმაციას. რა არის ის ბნელი ვარიანტი? სამიანების პენტაკლები. ის რომ ამ დროს მატერიალისტი ხართ? ეს არის თქვენი ბნელი მხარე? ეს ის მომენტი ხომ არ არის, რომ ვერ რეალისტით ვთქვათ ფინანსურ ნაწილში ან რაღაცნაირად ვერ ვიღებთ იმ სათანადო შედეგს და ვცდილობთ, რომ გარკვეული სწავლებებით და სახეზე ღიმილით და სინათლის ძიებით დაიბალანსებთ ამ ჩრდილს, არ გამოვა მეგობრებო, არ გამოვა იქამდე, სანამ თვითონ უშუალოდ ფინანსები ჩრდილში გაქვთ, რაც ნიშნავს იმას, რომ უარყოფთ საკუთარ თავში, რომ დიახ, გინდათ გქონდეთ კარგი ცხოვრება, გქონდეთ კარგი ფინანსური შემოსავალი და ესე იგი გინდათ გქონდეთ თქვენი რაღაცა წარმატების მიღებული წარმატების ესეთი წარმატებული შედეგი, მოდი ასე ვთქვათ, რომელიც იქნება დაკავშირებული უშუალოდ აი ამ ყველაფერთან. არ გინდათ დაინახოთ თქვენი მატერიალისტი მხარე. პირველი ვარიანტი არის და სხვა რაღაცების დანახვა არ უნდა თქვენ პირიქით, ხო? არ გინდა დაინახოთ ეს, ხო? ძალიან ხშირად ხდება, როდესაც ადამიანს ფინანსური პრობლემები აქვს, მიდის ეზოთერიულ სწავლებაში, იმიტომ რომ თქვათ გაიკეთოს მოახდინოს ამ პრობლემის გადალახვა და ვითომ იწყებს პოზიტიურ აზროვნებას, იწყებს აფირმაციების კითხვას, იწყებს რიტუალების კეთებას, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მონოტორული მოძრაობები, რომელსაც თვითონ ადამიანი და აჯერებს საბოლოო ჯამში საკუთარ თავს, რომ იცი რა, ბედნიერება და მადლიერება და ამ დროს გაბრაზებულია ფინანსებზე, მაგრამ ამ დროს ამ მადლიერებაში ძალიან დიდი სიბრაზე იგრძნობა. ხვდებით ხო დაახლოებით რისი თქმა მინდა. არ გაქვთ შესწავლილი თქვენი ბნელი მხარე უშუალოდ პენტაკლების ნაწილში. ეს ინფორმაცია ხა ძალიან ისეთი არის რა, ინტენსიური და ინდივიდუალური, ხლა რაც ვთქვი, ხო?
როდესაც არ ხართ გულწრფელი იმასთან დაკავშირებით, რომ გინდათ ეს ყველაფერი. ხო, ეს დაახლოებით ის მომენტია, როდესაც რელიგია გაჯერებთ, რომ ფული ეშმაკისა და ფული ცუდისა, მაგრამ ამ დროს ხვდებით, რომ ძალიან გინდათ ეს ყველაფერი და მაინც აჯერებთ საკუთარ თავს, რომ აბსოლუტურად კეთილშობილი, თეთრი ენერგიების მატარებელი, ვარდისფერი და ფუმფულა და მადლიერი ხართ სამყაროს და ამ დროს გულისიღმეში არაფრის მადლიერიც არ ხართ, იმიტომ რომ არ გინდათ დაინახოთ რეალური მე და რეალური საკუთარი თავი და ის რომ აღიაროთ, რომ იცი რა, კი, ჩემთვის პენტაკლები მნიშვნელოვანია და არაფერი არ გამოვა იმის გარეშე, თუ ჯერ მატერიაში არ შევდექი, ვერ გავეთამაშები მადლიერების ენერგიებს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ზედაპირული, ეს არის ის, რომ მე ხარ რაღაცა ილუზორულ ბალანსში ვარ და ავით ვიმშვიდებ თავს. რომ მე რაღაცა ტრანსფორმაციები გავიარე ცნობიერში, მაგრამ ამ დროს ვოლა, ამ დროს არაფერიც არ გაგივლიათ და საბოლოო ჯამში ეს არის ჩრდილი იმისა, რომ ამ ჩრდილის დანახვა არ გინდათ. აი ხა ძალიან ჩაურმავდეთ ჩემს სიტყვებს, რაც გითხარით. შეიძლება გემწარათ, არ მოგეწონათ, მაგრამ მე ხომ ეკრანს იქიდან ვერ ხედავთ, ხო ვინ მისმენთ მეორე ვარიანტი. შეგიძლიათ გაბრაზდეთ ჩემზე, ძალიან არ გაბრაზდეთ. ერთმანეთის უსაფრთხოებისთვის, ამიტომ გაბრაზდით ცოტათი, გეწყინოთ, მაგრამ ხომ იცით. სიმართლე მწარე ინექციასავით არის, რადგან აირჩიეთ ეს ვარიანტი, ვფიქრობ, რომ ბევრ საინტერესო მომენტს იპოვით და აღმოაჩენთ და ზუსტად ეს არის ჩრდილების დამუშავება, ხო, რომ ყველაზე მეტად არ გვინდა იმის დანახვა. რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს და ვცდილობთ რომ ესე კატა ქვიშას რომ მიაყრის თავის გაკეთებულ რაღაცებს და რომ მალავს. იყოს არ მინდა. დავმალავ ხო? მაგრამ ამ დროს ჩრდილია, ხო? სუნიაზდის იმას უნდა აღება. აღიარება რომ ფეკალია, მოდი ასე ვთქვათ და ასე ვთქვათ, იმის დამუშავება, მიღება რომ არსებობს ფეკალიები ჩვენ სამყაროში. ის მიღება და მერე უკვე ამაზე მუშაობა, ხო? ოკეი, მიხვდით, ხო? კარგით, მესამე ვარიანტი, მორჩით ფეკალიებზე. გადავედით მესამე ვარიანტზე. მწვანე, უბრალოდ მალაქიტი. რა არის თქვენი ჩრდილი, რის დანახვაც არ გინდათ და რაც სამყაროსთან ურთიერთობაში გიშლით ხელს და ქურუმი ქალი. Yo! თქვენი ჩრდილი. ქურუმი ქალი. მაინც მინდა რომ კიდევ ერთი არკანი თავავიღოთ, ესეთი ინფორმაცია წამოვიდა ძალიან საინტერესო. რა არის თქვენი ჩრდილი? რა არის ქურუმი ქალის ჩრდილი? ვისი დანახვაც არ სურს და ხელს უშლის სამყაროსთან ურთიერთობაში. არკანი ძალა. ის რომ მანიპულატორი ხართ. ის რომ შეგიძლიათ თქვენი მაგიური შესაძლებლობები მანიპულაციისთვის გამოიყენოთ, რომ მიიღოთ ის, რაც თქვენ გინდათ, ამ ჩრდილის აღიარება ეს ჩრდილი არის, რაც გიშლით ხელს. მესამე ვარიანტი, რა სპეციფიური ამბავია, ნახეთ, ეს არის ის ჩრდილი, როდესაც არ გინდათ საკუთარ თავში დაინახოთ, რომ მაგიათ, მაგრამ შესაძლებელია ამ მხარეს იყენებდეთ თქვენს მაგიურობას, იყენებდეთ მანიპულაციებისთვის. დაინახეთ და რა პრობლემაა მესამე ვარიანტი. ოკეი, მე ვიყენებ ჩემს მაგიურ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ მივიღო ის რისი მიღებაც მინდა, ხო, მაგრამ ამ დროს ირთვება ისეთი, მოიცადე, მე ხომ ეზოთერიაში ვარ, მე ხომ მაგიაში ვარ, მე ხომ შემეცნების იმაში ვარ, ხო, როგორ შეიძლება სიტყვაზე მიიღეთ თქვენი პენტაკლების რაინდი, როგორც ჩრდილი. კი, ჩემთვის მინდა ყველაფერი.
აქ ის მომენტია, რომ თქვენი ბნელი მხარე გაქვთ მისაღები. იმიტომ რომ ჩრდილი, ბნელი მხარე გაქვთ თქვენი მისაღები. რა, ოკეი? მე შემიძლია ვიყო манипуляტორი, შემიძლია ჩემი მაგიური ძალებით, შესაძლებლობებით, манипуляციებით მივიღო ის, რისი მიღებაც მინდა. აი, ეს არის თქვენი ჩრდილი. ანუ არ გინდათ მესამე ვარიანტს არ უნდა აღიარება იმისა, რომ მე მინდა შევისწავლო, თქვათ, მაგიური საფუძვლები იმისთვის, რომ მივიღო ჩემთვის შესაფერისი შედეგები, ხო? დავიმორჩილო სადღაც მივიღო ის რაღაცა ჩემი ფინანსური, თქვათ, კომფორტები, რაც მინდა რომ მქონდეს და აღიარეთ. всё, აღიარეთ. აღიარეთ ჩემო ძვირფასებო, აღიარეთ. აღიარეთ. აღიარეთ, იმიტომ რომ ამაში არ არის არაფერი სასირცხვილო. ის უფრო სასირცხვილოც არ არის ხა ისეთ. ნახეთ, ის უფრო უხერხულია, ეს სიტყვა უფრო მიესადაგება იმას, როდესაც მით უმეტეს მაგიურ ოკულტურ შემეცნებით და ეზოთერიულ გზაზე ხართ და არ აღიარებთ იმას, რომ ოკეი, მე ეს მინდა იმისთვის, რომ მე უფრო მეტად ძლიერი სექსუალური მიმზიდველი და რა ვიცი, დიდარი და შეძლებული ვიყო, ვიდრე ახლა ვარ. მიიღეთ. ნუ გექნებათ ის მომენტი, რომ მაგია, მე მხოლოდ ეზოთერია, სხვა სულიერ სიღრმეებს და გნოზისებს ეხება. არანაირი, არა მეგობრებო, არა, ნუ მოგერიდებათ და ნუ უარყოფთ საკუთარ თავში, რომ ოკეი, მინდა, იმიტომ რომ იმისთვის რომ გადახვიდეთ, აი ძალმაგარი რაღაცა, იმისთვის რომ გადახვიდეთ, თქვათ, გარკვეულ პრაქტიკებში, ხო, რომლებიც უკვე მეტად ცნობიერულ და ესეთ ეზოთერიულ საფუძვლების, უფრო მეტად საფუძვლიანად შესწავლას და მასე საჭიროებს, ხო? მოდი ასე ვთქვათ, ჯადოქრის სტატუსიდან მაგის სტატუსში გადახვიდეთ, რომ ჯადოქარი პრაქტიკული მაგიაა, ჯადოქრობა, მოდი ასე ვთქვათ და მაგიეს უკვე აბსოლუტური ცნობიერის მაგიური მდგომარეობა, ხო? ამისთვის ჯერ მატერიალური ნაწილები უნდა დაიკმაყოფილოთ, ხო? მატერია უნდა დაიკმაყოფილოთ, იმიტომ რომ მე არ იმიტომ რომ მატერიის ნაწილები ვართ ადამიანები, მიხვდით, ხო? და ეს თუ არ დავიკმაყოფილეთ, ამის გემო თუ არ გავიგეთ და ეს თუ სადღაც არამც თუ გავიუფასულეთ, არამედ არ შევიგრძენით და არ მივიღეთ და არ შევივსეთ, ხო? ცოტა რთული იქნება ბჭყალებში მშიერკუჭზე, როგორც იტყვიან. ხა ვუტრირებ, მაგრამ ხო ხვდებით რა? პირდაპირ ესეთ კოსმიურ ენერგიებს ვეთამაშოთ, ხო? არა, მეგობარო, არა. მიიღე შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ და აღიარე, რომ მე ამას იმიტომ ვსწავლობ, რომ ჯერ ამ ნაწილებში დიახ, манипуляცია ვისწავლო, დიახ, ვიღე ვინც ბუმერანგის დასაბრუნება დასჭირდება, უნდა დაუბრუნო, ხო? აღიარეთ. აღიარეთ, რომ შეგიძლიათ ადამიანებზე ზემოქმედება, იმიტომ რომ მიიღოთ გარკვეული ფინანსური სარგებელი. ნუ ჩრდილავთ ამ ყველაფერს. ამაში არაფერი ცუდი არ არის. ეზოთერია და მაგია ქრისტიანობისგან და რელიგიური, თქვა, დოგმებისგან განსხვავებით, ნამდვილად არ უარყოფს იმას, რომ მატერიაც უნდა შეიგრძნო, კარგი ცხოვრებაც, თქვა, ინტიმური სპექტრიც უნდა ცოდვა არა. ხვდებით, ხო? ანუ, ოკეია ეს აბსოლუტურად. გასაგებია. ქურუმი ქალი არის თქვენი ჩრდილი და სხვათა შორის ეს ძალიან ყველას არ ეხება, მაგრამ ეს არის ის, რომ შესაძლებელია იყოთ ილუზიაში, რომ რაიმე მაგიურს ფლობთ. ხვდებით, ხო? ძალიან ხშირი არის დღესდღეობით სამწუხაროდ ეს ილუზიები, რომ ხო, ტკინვეული მოსასმენია, მაგრამ ასეა. ილუზია, რომ ხართ ჯადოქარი, ილუზია, რომ გაქვთ მაგიური თქვათ შესაძლებლობები. ეს ის თქვენი ჩრდილი, ხო? ამის დანახვა არ გინდათ, რომ ოკეი, არ გაქვთ. ხვდებით, ხო? ან პირიქით, თქვენი ჩრდილი არის ის ჯადოქრული მაგიური ძალა, რომელიც არ გინდათ, რომ
აღიაროთ, რომ ამას აკეთებთ, ოკეი, გარკვეული манипуляციებისთვის, გარკვეული ფინანსური კეთილდღეობისთვის და ასე შემდეგ. მე ხო მაგი ვარ, ხერხულია. ნო. მოგიხსენით კომპლექსები. კიდე რა არის ქურუმი ქალის ჭრდილი, რომლის თანახვაც არ უნდა. და მეორე ჭრდილიც ამოძრა აგერ. ძალიან არ გინდათ, რომ ადამიანებმა რეალურად თქვენი დაუცველი მხარეები დაინახონ. შეგეშინდებათ იმის, რომ აღიაროთ, რომ ხანდახან ბავშვური ხართ, ხანდახან დაუცველი ხართ. ხო, არა, თითქოს იქმნით ისეთ იმიჯს, ან იქმნით ისეთ რაღაცა ფონს, რომ მე ესეთი ვარ, ხურუმი, ძლიერი, ჯადოქარი რაღაც. და ამ დროს დაუცველი ბავშვი ყვირის იქიდან თქვენი სულის წიაღიდან, რომელსაც უნდა რომ ვინმე ხელებში აიყვანოს და ზილინა ეთამაშოს, ხო? და კიდე მეორე მომენტი ბავშვობის ტრაუმები დაამუშავეთ. აჩუმებთ თქვენს ბავშვს თქვენ შიგნით. დაამუშავეთ თქვენი ბავშვობის ტრაუმები, იმიტომ რომ მე ამას შეიძლება ესეთი სახე მიიღოს, ხო? საქმიანობაში ცხელი შეგიშალოთ და ყველაფერში. ბავშვობის ტრაუმები და ეს შეზღუდვები გაუზიარებელი გრძნობები და ემოციები უნდა დაამუშავოთ, იმიტომ რომ მე აღარ გქონდეთ აი ეს ჭრდილები, რაზეც ზემოთ ვისაუბრე და მარტივად აღიაროთ საკუთარ თავთან ვინ ხართ, რა ხართ, რატომ ხართ, რატომ აკეთებთ, რატომ სწავლობთ, თქვათ, მაგიას, ოკულტიზმს და რა არის თქვენი რეალური სურვილი. ოკეი? ისაც ბავშვობაში დაგითრგუნეს, ეცადეთ რომ ეხლა ამოიტანოთ ზედაპირზე და იმუშაოთ ამ ყველაფერს. აი ეს არის ჩემი ძვირფასებო, ძალიან ისეთი წერტილოვანი გაშლა გამოვიდა. სამივე ვარიანტი მე თქვენს კომენტარებს ველოდები. და ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს დიდი სიყვარულით.